გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო და მოკლელულიანი იარაღის მოყვარულ ადამიანებო. ანუ პისტოლეტებს და რევოლვერებზე მაქვს საუბარი. აი ესეთი იარაღი მაქვს, საბჭოთა წარმოების. ქვია რუსულად PM, პისტოლეტ მაკაროვა, ეგრე. აბრევიატურა ეგრეა. უბრალო ხალხში ქვია პირდაპირ მაკაროვი. ამხანაგმა მაკაროვმა ამის შემუშავებაში ოქროს მედალი დაიკიდა და დიდი ამბები მოაწყო. მაგრამ ყოველგვარი იმების გარეშე ვიტყვი, რომ ამხანაგმა მაკაროვა ეს კონსტრუქცია მოიპარა იმისგან, აქვია ვალტერი პეპეკასგან. უпростоრად ვალტერი პეპე იყო პისტოლ პოლის, ანუ პოლიციის პისტოლეტი, მერე გააკეთეს PPK პისტოლ პოლის კურც, ანუ მოკლე. ანუ ზუსტად აი ამ ხელა, აი. მე ახლა თუ ვიპოვნე მაგის სურათი, აი აქ ამოვანათებ, ერთი კაცი ვიცი, ვისაც ეგავს. უბრალოდ იმას ტარების უფლება არ აქვს და გარეთ ვერ გამოვიტან და იმასაც გაჩვენეთ როგორია. ანუ უნამუსოდ გადმოამღერეს რა, ოღონდ გადმოამღერეს ერთია, გადმოაბანძეს რა, აი შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ის ხარისხი არ არის, რაც ვალტერი იყო, აი ეს ჩვენი ამხანაგი მაკაროვის მკერდი ორდენოსანის თელი ამბავი. ნუ რუსები გაკივიან, რომ ეს ჩვენი შემუშავებულიაო და 1948 წელში შეიმუშავეს ეს ვითომ. ნუ ყველა ვარიანტში მოდიან ვითომს თავი დავანებოთ რა. აი თვითონ ესეთი გააკეთეს 48 წელში შეიმუშავეს და 51 წელში დადგა საბჭოთა კავშირის ჯარების შეერაღებაში. შეერაღებაში ნიშნავს, რომ სამხედროებსაც ესა ჰქონდათ და პოლიციელებსაც ესა ჰქონდათ. 19-18-ზე ესეთი ვაზნა, შეხედეთ რა ვერაგული ვაზნაა რა. წყერთავიანი. ოთხიევზე მინდა რაღაცა ვთქვა რა. თუ აი ესეთი მწვანე ზოლი აქვს, ესე იგი არის ჩეხური, ცუდი სუნი აქვს. და შეიძლება 10 ტყვიდან არისოლოს 2-მა 3-მა რაღაცა მოხდეს. არის კიდე აი ესეთი ტყვია, პატარა წითელი ზოლი აქვს. ეს უკვე საბჭოთა ტყვია და ძირზეც აი პისტონზე რო დახედოთ, წითელი ზოლი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის გამოშვება ძველი ვაზნა. და არის კიდე ახალი უკვე რუსების გამოშვებული ვაზნა, შეხედეთ უკვე ზოლი რამსის კი აქვს. აი ამას და აქაც ძალიან წითელია. ამ სამი ვაზნიდან ყველას ჯობია ეს საბჭოთა კავშირის გამოშვებული ვაზნა. აი შეხედეთ. საბჭოთა კავშირის ჩეხური, ეს არის ბანძი, თუმცა ჩეხები კაი ხალხია და ეს არის საბჭოთა კავშირის გამოშვება. პირდაპირ ეთყობა. ყველაზე ხარისხიანი ტყვი არის. სამს წამოვიღე ვისროლოთ. ახლა რა უნდა ვთქვა? ეს არ არის შორსასროლი იარაღი. ეს არის ესწორლოთ 5 მეტრში, 10 მეტრში, 15 მეტრში რა. ისიც ძალიან ყოჩაღები იქნებით 15 მეტრში თუ რამეს გარტყე. თუმცა პროფესიონალ სროლებზე ეს გათვალისწინებული, თუ ეს აქვს უნდა ისოლ ბევრი. რომ პისტოლეტის სროლელი თუ ხარ და მაგარი მიზანი გაქვს, ხო რომ მაკაროვის მსროლელები კიდე ცალკე არიან, ვინც ისვრიან მაგრა. თანა მაკაროვს აქვს ისე ცუდი ბეპატრონის თუ შეულე თავისი მაკაროვით რაღაც მიზანში მაგრად ისვრის, სხვა იარაღი რომ იწვე, ისვრის სხვანაირად. მე იმის დამუღამებაც აჭირდება. აი თუ გლოკი თქვა 100 ცალი რო დაგიძონ, თუ კარგად ისვით იარაღს, 100-დან ერთ-ერთი ისვით, ამითი ვერა შეიძლება პირდაპირ ისვით მოხდეს იქ. მე დაკორექტირება დაჭირდეს, რომ დაბლად დაწიოთ. თან იმ შემთხვევაში წინ სამიზნეობაში საერთოდ უძრავია. უკანაც ისია გაჭედილი, ეს შეგიძლიათ ესე ჰორიზონტალურად ამოძრავოთ, მაგრამ მე არ მინახია ვიღაცაზე გაიმოძრავებინოს. ეხლა ლულა ამას აქ უძრავი, ანუ ყველა იარაღი, თანამედროვე იარაღების სროლის დროს ლულის უკანა პატარა სვლა აქვს უკან რა, უკან გამოდის, ტრიალდება და ვაზნას აგდებს. ამას ეგრე არ აქვს. პირდაპირ აქვს ჩაშენებული. ეხლა აქ ვერ დავშნე ამას. მე გავაკეთებ თვითონ მაკაროვის დაშლას გაჩვენებ შეგინა რანაირია. ესე იშლება რაღაც უცნაურად ეს ჩამოდის გვერდზე გაწევთ ამას და თუმცა მჭიდია მოიღო. ამაში ბევრი ნაწილები არა აქვს რა და აი შეხედეთ. აი ესეთი რაღაცა, ის ზამბარაა. ლულა პირდაპირ არის ამას ჩაშენებული, არ მოძრაობს.
თუ ესეთი რამე გააკეთეთ ახლა რაც მე გავაკეთე და მაგარო დაშალ ზამბარას მიეცით ყურადღება აი აქეთ ამხარე ოდნავ განერი აქეთ ოდნავ ვიწო თუ უკვე აღარ ვიზუალად არ იმჩნევა მაგრამ თუ უკვე აღარ უკვე დაუწყეთ ამას ჩასება აქეთ ამხრიდან ამაში აღარ ჩაჯდება რა ასე რომ მაგას და ესე ავაწყი ისე ვაიწყო ანუ დიდი ხლაფურთი არ უნდა რა თან ამას კაი მუღამი კიდე რა ქონდა შეგიძლია ესე გააკეთოთ შეხედეთ და ბოთლების სახსნათ არის იდეალური რა ჩამოდეთ ბოთლზე აწევთ ანუ სპეციალური ქვედანაყოფში ვიყავი რა ჯეილობაში და იქა ქონდა ეს იარაღი და ეს გასახსნათ არის იდეალური შვენიერი ეხლა მოდი ამის სიკეთეებზე ვილაპარაკოთ არის პატარა შეხედეთ რამ ხელა მე პატარა ხელი მაქვს პატარა ადვილად სატარებელია მოხოთ ჟანგდება რა თუ სადმე კიდე ჩარვაში მოგეთ ოფლი თუ მოხდა რაღაცა და არ გაწმინდეთ ამას დიდაც ეწირება მიჟანგდება და ნელა-ნელა დაუწყებს ამას შეჭმას ეგ არის ძალიან ცუდი არის აქ ყოველად მოუხერხებელი და საბჭოთა კავშირის წინ რა ვიცი სასაპნეებს აკეთებდნენ აი ესეთი რაღაცისგან ანუ ამ პლასმასის შტიკნოჟის ხისდანის წარებს აკეთებდნენ ასე შემდეგ გამძლე კია მოდი ახლა ჭიძე ვილაპარაკოთ ჭიდი არის 8 ტყვია იდება ამაში აი ამაში მჭიდში აი ესეთი ზამბარა აქვს ჭიდი არის ფოლადის რავი რაღაცა ძალიან ყოჩაღი მჭიდი აქვს რა იდება აი ეს შეხედეთ ჩაკეტავთ ყველა მაკაროვის სისტემის იარაღს აქ ესეთი რკინა აქვს სონარზე რა ბრძოლის დროს რაღაცა დევნის დროს რომ ამოგივარდეთ სონარი იყო ჩამოკიდებული რა და ან აფეთქდა რაღაცა გადავარდით იარაღი რო არ დაკარგულიყო ამისი მშობლიური კაბურა არა მაქვს ჩასათები არის ძალიან უცნაური თო კაბურაში დევს თავის საწმენდი თავისი მეორე მჭიდის ჩასადები და ასე შემდეგ და ტყავისა და რაღაცა რა და გარედან უნდა ჩამოგეკიდოს რაღაცა ძალიან სასაცილო რაღაცა იყო ანუ მოუხერხებელი და ასე შემდეგ ოტყვიაზე კიდე გეტყვით ეცვა ვერაგული ტყვიაა წყელთავიანი და შიგნით ეს ანუ ზემოდან აი ეს გარსი თითბერის აქვს შიგნით არის ტყვია და ის ტყვია თუ გააძნობთ აი რომ გამოონდო ტყვია შიგნით არის ფოლადის პატარა სოკოსებური ფოლადის აი ეგეთი ჭხირია და ზემოდან პატარა კუდი ამაში კიდე ეგაზის ანუ ეს რამეს მოხდეს ეს ტყვია ეს ხო დაიშლება ზემოდან გარსი მერე ტყვია დაიშლება და მერე ის ფოლადის რაღაცა მოდის კიდე და ის ტყელი თავით ისიც ერჩობა ძალიან ვერაგი ტყვია რა ეხლა კიდე ამის ერთ-ერთი უცნაურობა მართვის ორგანოები ამას აქ მარტო მიმარჯვენეზე აი ეს არის რა ქვია მთელი მართვის ორგანოები გამოიხატება რომ აქ მცველი და ეს არის იარაღი სოლას რომ მორჩება ჭიც ამ მოიღებ მაინც ესე რჩება და რო გადატევთ ანუ მემარცხენეზე გათვალისწინებული არ არის უცნაურია როცა არმიაში ყავს მემარცხენეები რა ვიცი მგონი 60%-ია მემარჯვენე და დანარჩენი მემარცხენე საერთოდ ადამიანების თულია მემარცხენე ხართ ამისი გამოყენება ჭიდის ამოღება როგორ ხდება შეხედეთ აი აქ აი ესეთი რაღაცა პატარა ბერკეტი ეს უნდა იქით მიაწვეთ ანუ აი იქით უნდა მიაწვეთ ეს და მე აი ესე ამოდის ანუ ცალი ხელის ამის გამოცვლა არის შანსი თუ აქ დაჭილი ხართ რაღაცა მოგივიდათ აი ამას ვერ გამოცვლით თუმცა არიან ეხლა ხოჭოები ნუ ეხლა გამწარებაზეა თორე შეგიძლიათ აი ესე ჩაიდოთ იარაღი აი ესე როგორც მე გავაკეთე თუ ეს ხელი გათიშული მაქვს და ცალი ხელით ამას მივაწვე და მაინც ამოვაგდე ანუ ჯამბაზი და ეგეთი მოხერხებული ხალხი ძალიან ბევრია მე ჯამბაზს ვიძახი კაი გაგებით თორე ჩაულებრივი იარაღები რო მიაწვა ღილაკს და ჩამოვარდა და მერე გამოცვალა არა ეგეთ რამეს ეს იარაღი ვერ აკეთებს ძალიან ბევრი გამოუშვა საბჭოთა კავშირმა ეს საბჭოთა კავშირის შეერაღებაში იდგა და ყველა სოციალისტური ბანაკის ანუ კომუნისტები დროს ქვეყანა იყო დაყოფილი მთელი პლანეტა სოციალისტურ ბანაკად და კაპიტალისტურად ანუ ვარშავის ხელშეკრულებით რო დაიპყრო რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის ნახევარი ევროპა
რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკეთი ასე შემდეგ. იმათ შეერაღებაში ყველას ჰქონდათ მაკაროვები, თვითონაც აწარმოებდნენ მაკაროვებს სხვადასხვა ქვეყნები. ჩინეთიც აწარმოებს ამას, აწარმოებდა. სხვათა შორის ეხლაც ადგა რუსეთის არმიის შეერაღებაში PM-ი, ანუ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. და გამოუშვეს ძალიან მეტ, აი ძალიან ბევრია გამოშვებული, რა შეიძლება 100 მილიონი გამოგუშვეს. თან ყიდნენ უმოწყალოდ. კიდე რა აქვს ამას? ძალიან ხონახე რო დავშალჩინი დანაფერი ისეთი არისო. არის ძალიან ისა რა ქვია, შეიძლება არაზუსტი იყოს, თუ დაამუღამეთ კი ისვით კარგად, მაგრამ გამძლია რა, ამითი მე მომსვლი ესე რომ რაღაცა რუსმანი ჩამირჩვია ხო, მოსულაც ხორებაში ან რაღაცა ჩხუბის დროსაც შეიძლება ვიღაცას თავი ჩაარტყათ, ანუ არ დაზიანდება, გინდა პიდაპი დაბლა დაახეთქეთ, არაფერი არ მოვა. თვითგასროლები არ მინახე ამას რომ ქონოდეს რა. ეგეთი რამე არ არის. კიდე იმაზე მცველზე დააყენებთ, გინდაც გქონდეთ გადატენილი, დაბლა რომ დავარდეს და რამე როგორც ტეტეს მოძიოდა არ გავარდება. აი ეგ არის იმიტომ რომ ამას აქვს ვალტერის ის რა ქვია სისტემა. მოდი ახლა ვესწრი აქედან და ვნახოთ 5 მეტრში თუ გავარტყავ. ბატონო ანუ აი აქ დადიქი. ჭიც ნუ ჩადებთ მანამდე სანამ სროლას არ დააპირებთ. აი უშუალოდ სროლის წინ ჩადეთ. სველი გავხსენი, იარაღი გადავტენე. და მოდი ჯერ ვესვრი. აი ყინულია ბოთლში უკვე ჩამწრეული კი მოდი ჯერ სამიზნეს ვესვრი. აჰა, დაბლა წაიღო. აჰა. სროლას მორჩა. აი ამ ყილაკს მივაწვევი და ამოვიღე, შეხედეთ. ჩაიხედეთ შიგ ვიზუალურად, დარწმუნდით რომ შიგ ტყვი არ არის. ოღონდ ეს უკვე ამოღებული უნდა გქონდეთ. მე ჩამოხსენით, იარაღი დასყრიტეთ. წამომივიდეთ ნახოთ რა ვქენით. ნუ პირველი ტყვია მოხდა დაბლა. აი აქ. ორი მოხდა ნუ ახლო რა. პირველი იმედა მოხდა რომ ეხლა გეტყვით რა მოხდა რა. აი მჭიდი ამოღებული მაქვს. ამას ჯიბეს ჩავიდებ და გეტყვით. სროლის დროს ნახეთ რა მხელა ის აქვს. ლუფტს რო ეძახიან რა. ძალიან მოდის იარაღი. ანუ აი ეს არის ხედავთ აი ხლა. ანუ გამოწევთ ამას, მოკაჩავთ, მე გამაგრდება. მე რო გამაგრდება, კიდე მოდის და არისთვის და ბოლოს ისთვის ძალიან არაპროგნოზირებადად. ეხლა რა ხდება? გასწოლის დროს, როცა რაღაცას უმიზნებთ, ეგეთი რაღაცა ხდება. ნუ მიჩვევის ამბავია, ხო უყურებთ. და ამას რო აწვევი და არ ისვრის, გინდა არ გინდა, ნუ რეფლექსის ამბავია, იარაღს აკაჩავთ დაბლა. ანუ უმიზნებთ და გამოწევის დროს ჩადის დაბლა, მაგას ქვია ჩაკვრა. და ისვის დაბლა. პირველი მე რაც გავაკეთე, მომივიდა ჩაკვრა. ეხლა მე არც ისავარ, რა ქვია. სნაიპერი და არც კიდე რაღაცა ის რაღაცა. სუპერსრული და ნათანილ ბამბო. უბრალოდ ყველას მოდის ეგეთი რაღაცა. კაი ხანია მაკაროვი არმისრული და არც მინახია. იარაღს გარეთ ნუ გამოიტანთ. ვისაც აქვთ ტარების უფლება არ აქვთ, კანონით იჯება, მიბრძანდით პოლიციაში, იქ თუ ტირში გინდათ აღება და ასე შემდეგ. ეხლა ვისი იარაღიც არის ეს მე. იმ კაცს იარაღის ტარების უფლება აქვს, თვითონაც აქ არის. გამომყვა, ვისვით უკან დაუბრუნებ. რა ვიცი, აი მეგობრებო. დაწერეთ თუ მოგეწონთ ამ იარაღის გასვლა, თუ ქონიათ თუ რამე შეხება ქონიათ, აუ ბავშვობაში როგორ მასწავლე რა ძია და რაღაცა. მით უმეტეს 90-იან წლებისაც გამოვლილი აქვს, ყველას თითქმის მაკაროვი გაუსრულია. ამითი გამოგებშვით, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.